ის ამბავი, რაც ქალბატონმა ლიამ გვიამბოდა, ქალბატონი თამარის ამბავი, ერთი ეპიზოდია იმ დიდი უბედურებისა, რაც იმ ხელისუფლებამ დაატეხა თავს უნივერსიტეტს. შევეცდები სწორედ აი ამ კითხვით დავიწყო პასუხი, რატომ? ფაქტობრივად ეს არ დაწყებულა რევოლუციის დროს უნივერსიტეტისადმი ასეთი დამოკიდებულება. ეს დაიწყო გაცილებით ადრე და მზადდებოდა სხვათა შორის ძალიან ვერაგული გეგმა იყო შემუშავებული, რომელიც ძალიან კარგად შეასრულეს, ასე ვთქვათ, და ბარბაროსულად აღასრულეს ის დანაპირები, რასაც დაგვირდა ლომაიე, რომ მოვიდა, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ნაჯახით ამოუძირკვავ ჯავახიშვილის უნივერსიტეტს. ეს მისი სიტყვებია და ეს დაიბეჭდა და დაიწერა იმ პერიოდში. საქმე ის გახლავთ, ბატონებო, რომ ესეც დაიწერა და ვიცით ამის შესახებ, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი დღიდანე მისი დაარსებისა ეს იყო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული დაწესებულება. ეს იყო ის უნივერსიტეტი და ის ორგანიზაცია, რომელსაც ჰქონდა საზოგადოებაზე ზემოქმედების ყველაზე დიდი უნარი. ჩვენი უნივერსიტეტი, მწერალთა კავშირი და ეკლესია. ეს სამი ინსტიტუცია იყო და თქვენ კარგად იცით, მწერალთა კავშირის შესახებ იყო საუბარი, დარტყმა მიიღო მწერალთა კავშირმა, საპატრიარქოს და ჩვენს ეკლესიას დღესაც ებრძვიან და საბედნიეროდ ვერაფერს აკლებენ და უნივერსიტეტი გაიმეტეს ძალიან.